ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით დარახველიძემ დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაზრდასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დევნილთა უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ მან გაყალბების გზით მიიღო დევნილის სტატუსი, არ დაისჯება. რაც შეეხებათ იმ მოხელეებს, რომლებმაც ყალბი დოკუმენტაცია გასცეს, მათი საქმე შესაბამი სტრუქტურაში გადაიგზავნება. შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთათვის გაცემულ ერთჯერად დახმარებებზეც ისაუბრეს. პრაქტიკულად სამთვეში ერთხელ NGO-ების მოწვევა ხდება სამინისტროში და იმ კითხვებს პასუხის გაცემა, რაც აქტუალურია საერთოდ საზოგადოებისთვის. დღევანდელი შეხვედრა რაც ამავე ფორმატში იყო, ბევრი კითხვა, რომელიც არსებობდა და მოსირებდა არასამთავრობო მხრიდან იყო წამოსული წინასწარ, მაგრამ როგორც თვითონ ეხილეთ, აქაც იყო რეალური კითხვა-პასუხის რეჟიმში ურთიერთობა. ძირითადი თემები ეს იყო რეგისტრაციის თემა, როგორც მიმდინარე პროცესები, მოსალოდნელი შედეგები, განსახლების თემა, დასაქმების თემა დევნილების და მიმდინარე კითხვების სახით. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ შეხვედრებმა უკვე მიიღო გარკვეულწილად სისტემური ხასიათი, იმიტომ რომ სხვა შეხვედრა რამდენიმე თვის წინას ჩატარდა. შეხვედრაზე მინისტრმა ამომწურავად გასცა პასუხი იმ კითხვებს, რაც ჩვენი მხრიდან იქნა დასმული და გაგვაცნო ის სიახლეები, რასაც სამინისტრო გეგმავს და ვფიქრობ, რომ მომავალშიც უმჯობესი იქნება, რომ ესეთი შეხვედრები გაიმართოს.